მოგესალმებით. ამ ვიდეოში იხილავთ რამოდენიმე ამოცანას. ყოველი ამოცანის მერე დრო გექნევათ მოსაფიქრებლად და თუ დროში ვერ ჩაეტიეთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო. ჩაინიშნეთ თქვენი პასუხები და ვიდეოს ბოლოში გადაამოწმეთ თუ რამდენად სწორად უპასუხეთ მათ. ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ახლა კი მოისმინეთ პირველი ამოცანა. მიას კატა გაუჩინარდა, რომელსაც 3 თვე უვლიდნენ საერთო საცხოვრებელში მყოფი სტუდენტები. მან თანამცხოვრებლები გამოკითხა. სტივი, ვერც კი შევამჩნიე თუ დაიკარგა. დევიდი, მე კატებზე ალერგია მაქვს და მათთან ერთ დღესაც ვერ გავძლებდი. შონი, მე ვუვლიდი, მაგრამ დილით ვერსად ვიპოვე. თქვენი აზრით, ვინ ტყუის? ბილს მუცლის ტკივილი ჰქონდა და საავადმყოფოში დააწვინეს. დილით ის უგონოდ იპოვეს, ვიღაცას აბები შეეცვალა. 3 ადამიანი დაკითხეს და მათი ჩვენებებიდან უნდა გავიგოთ, ვინ შეცვალა აბები. ექიმი ჯონსონი, რეცეპტი დღის 3 საათზე დავწერე. ჯონი, დამლაგებელი, პალატაში დილის 7 საათზე შევედი, ის უგონოდ დამხვდა და პოლიციაში დავრეკე. სუზანი, მედდა, აბები დილის 8 საათზე მიუტანე. ქალბატონმა მაღაზიაში საფულე დაკარგა. დეტექტივმა 3 ეჭვმიტანილი გამოკითხა. სოფია, მოლარე, თქვა რომ ქალის გადახდის შემდეგ საფულე არ უნახავს. რობერტი, პილოტი, თქვა რომ საფულე საერთოდ არ დაუნახავს, რადგან სათვალე არ ეკეთა. მარკი, მებაღე, თქვა რომ მაღაზიის სხვა განყოფილებაში იყო. ყურადღება, შეკითხვა, ვინ მოიპარა საფულე და ვინ იტყუება? ერთ ქალს მისი ქმრის მკვლელობაში დებდნენ ბრალს. მისი საქმე სასამართლო პროცესზე განიხილებოდა. მან განაცხადა, რომ ქმრის სიკვდილში დამნაშავე არ იყო. პირიქით, ძალიან ენატრებოდა ის. საბოლოო სიტყვის დროს ადვოკატი ფეხზე წამოდგა და განაცხადა. მისი ქმარი უბრალოდ დაიკარგა და 30 წამში ის შემოვა ამ კარებში და თითი კარებისკენ გაიშვირა. ნაფიცმა მსაჯულებმა კარებს შეხედეს და ელოდებოდნენ, როდის შემოვიდოდა დაღუპული ქმარი. ადვოკატი და ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს უყურებდნენ. ადვოკატმა თავისი სიტყვა ასე დაასრულა. შეხედეთ, თქვენ რომ დარწმუნებული იყოთ, ამ ქალმა მოკლა თავისი ქმარი, თქვენ კარებისკენ არ გაიხედავდით. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. რატომ? დღეისათვის სულ ეს იყო. ახლა კი მოისმინეთ ამოცანის პასუხები. პირველი ამოცანა. კატის გაუჩინარების შესახებ. დევიდმა მოიტყუა. დევიდმა განაცხადა, რომ კატებზე საშინელი ალერგია ჰქონდა და მათთან ერთად ერთ დღესაც ვერ გაძლებდა. თუმცა, ისტორიიდან ვიცით, რომ მიამ კატა 3 თვით ადრე მოიყვანა. მეორე ამოცანაში მედამ მოიტყუა, რადგან დამლაგებელმა თქვა, რომ დილის 7 საათზე უკვე უგონოდ იყო პაციენტი და პოლიციას დაურეკა. გამოდის, რომ მედდა დილის 8 საათზე ვერ მიუტანდა წამალს. ეს ნიშნავს, რომ ის დროსთან დაკავშირებით ცრუობს. მესამე ამოცანაში პილოტი იტყუება, რადგან პილოტი ვერასოდეს მიიღებს ფრენის უფლებას და ვერ გაივლის მკაცრ სამედიცინო შემოწმებას, თუ მას ისეთი ცუდი მხედველობა აქვს, რომ სათვალის გარეშე საერთოდ ვერაფერს ხედავს.
მეოთხე ამოცანაში ბრალდებული ქალი დამნაშავედ ცნეს, რადგან როცა ადვოკატი მიუთითებდა კარებისკენ, საიდანაც ბრალდებული ქალის ქმარი უნდა შემოსულიყო, ბრალდებული ქალბატონი უყურებდა ნაფიც მსაჯულებს და არა კარებს. მან იცოდა, რომ ქმარი კარებში ვერ შემოვიდოდა, რადგან მას ჰყავდა თავისი ქმარი მოკლული. მას რომ ქმარი მართლა მონატრებოდა, როგორც თავად განაცხადა, კარისკენ გაიხედავდა.